ესე იგი, კოჯორში ვიმყოფებით დღეს, ეს არის სოფელი კვესეთი. აქ იყო რამოდენიმე სხვადასხვა ორგანიზაციის მებაღეობა და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და დიდი, რომელიც იყო ეს იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტი და თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის მებაღეობა. დღეს ვამუშავებთ სამედიცინო უნივერსიტეტის მებაღეობის ნაკვეთებს და რა პრობლემას ვაწყდებით. ეხლა აქ ძირითადად, რომელიც საერთო არის ყველასთვის. ესე იგი, თითქმის არავინ არ შეწუხებულა იმის გარკვევით, რომ დაედგინა, როგორი იყო რეალური განაწილება აქ ნაკვეთების. და ძირითადად ხალხი ხელმძღვანელობდა აქ არსებული ადამიანების ინფორმაციით და მოდიოდნენ, ეკითხებოდნენ, მაგალითად, სად არის ჩემი ნაკვეთი, მე ეს ადამიანი და ეს ადამიანები ზოგი სად უშვებდა ამ ხალხს, ზოგი სად უშვებდა იმის იმედით, რომ ეს საბუთები ვერ მოიძებნებოდა და ეს ხალხი ამგვარად დაკვალიანებული დადიოდა ამ სხვადასხვა ადგილებში და ირეგისტრირებდნენ რეალურად არა საკუთარ ნაკვეთებს, არამედ სხვა ადამიანების ნაკვეთებს. ეხლა როცა დადგა საკითხი იმის შესახებ, რომ უნდა გასწორდეს ეს ყველაფერი, ხო, ეს სანამდე შეიძლება ეს ასე იყოს, ხო? ამას წინააღმდეგობას უწევს ბევრი და არგუმენტად მოყავთ ის, რომ აი ამან მითხრა და იმან მითხრა, აი ასეთ საუბრებია, აქამდე არის დაყვანილი ეს ყველაფერი, რომ აი თითქოს ვიღაცამ რო უთხრა და გაუშვა რაღაც X ადგილას, ეს ნიშნავს, რომ თურმე ეს ნაკვეთი ყოფილა მისი. აი ამ მსჯელობას არის ჩაბღაუჭებული ეს ხალხი და ასე ცდილობენ, რომ გადაფარონ რეალური მესაკუთრეების ინტერესები და შემდეგ მიდის ეს დაუსრულებელი ჭიდაობა, რაღაც განხილვები, გარჩევები და თქმა უნდა ამით ხეირობს ის ხალხი, ვინც შექმნა ეგ მოცემულობა, ხო, ვინც დაუშვა, რომ აქ ადამიანებს რეალურად კი არ ერკვიათ და განაწილების გეგმით კი არ დაედგინათ, ვინ სად იყო და ვის რა ეკუთვნოდა, არამედ ეს საკუთარი შეხედულების ამბები და მე ამ სეირზე ეყურებინათ და ასე გადაეგორებინათ, ასე რომ ვთქვათ, საკუთარი დაშვებული შეცდომები. მაგრამ რა თქმა უნდა, ასე ვერ იქნება, ყველაფერი არის მოძებნილი სრული განაწილების გეგმა, ორგანიზაციული ნახაზი, მათ შორის საწევრო სიები და ეს ყველაფერი არის უმარტივესად დასადგენი, ვის სად რა ეკუთვნოდა. არაფერი ამას განსაკუთრებული ფილოსოფია არ ჭირდება, იდეალურად იყო მოწესრიგებული თავის დროზე და ვინც დღეს მოინდომებს, იდეალურად დაადგენს საკუთარი ნაკვეთის საზღვრებს და ვინც შემოსულია არასწორად და თუნდაც რეგისტრირებული აქვს არასწორად, ეს ხალხი ან გაასწორებს ამას საკუთარი ნებით, ან არადა მოუწევთ გასწორება იმგვარად, რომ გაუქმდება რეალურად მათი რეგისტრაციები და პირველ შემთხვევაში თუ აი ნებით მაგალითად დაემორჩილება შეცდომაში შეყვანილი ადამიანი და დააკორექტირებს საკუთარ საზღვარს, მას რეგისტრაცია არ გაუქმდება და ვინც აი ჯინიანობას დაიწყებს, ხო, აი ამ ხალხს მაინც გაუქმდება და ვერც დაკორექტირებას ვერ მოახდენს და თავიდან მოუწევს მტკიცება, სად იყო მისი ნაკვეთი და როგორ. ასე რომ ჯობია, რომ აირჩიოთ მორიგების გზა, ჯანსაღი გზა, ხელი შეუწყოთ ყველამ რეალური მესაკუთრეების საკუთარ ადგილზე დაბრუნებას და ამით თქვენს გადაარჩინოთ თქვენი სიკეთეები, ვისაც გეკუთვნოდათ და ვისაც არ გეკუთვნოდათ და აქ რაღაც მანქანებით გაქვთ ნაკვეთები მითვისებული, მაგალითად აი საკარმიდამო მიზნებისთვის ხდება ასეთი შემთხვევა, ხო, აი თითქოს ვიღაცა საკარმიდამო მიზნებისთვის აქ შემოსული იყო, მე იქ ადგილობრივი გამგებლები და რაღაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ამაზე არიან დათანხმებული და ასე აქვთ საკუთრება მოპოვებული მებაღეობის ტერიტორიაზე. ხო, ეს ზღაპარი არის ცალსახად, ყველა ასეთი ნაკვეთი გაუქმდება და ბეთანიის ზონა, კოჯრის ზონა უკვე აღარ არის ის ზონა, სადაც ასე მარტივად გადააბალახებ რაღაცებს. ერთი ხალხის გამოჩნდა, მე ღირებულებაც გაიზარდა, თბილისის მერიაც შემოვიდა და აქ სიცარიელებს არტოვებს და მოკლედ აი ეს ზღაპრები ძალიან მარტივად დასრულდება ამ ტერიტორიაზე და აჯობებს, რომ კიდევ ერთხელ ვეთქვი, ხელი შეუწყოთ ამ პროცესს. თქვენი დაიბრუნოთ და ვისაც არ გეკუთვნით, კიდე მიბრძანდეთ თქვენ ადგილებზე, საკუთარ საკარმიდამო ადგილებს და მებაღეობის ტერიტორიებს დაანებოთ თავი.